გამარჯობათ გოგოებო და ბიჭებო, მინდა შემოგთავაზოთ მარტისთვის ტარო პროგნოზი. ეს არ არის ასტროლოგიური პროგნოზი, გაითვალისწინეთ, არის საჯარო გაშლა და ყველასთვის ერთნაირად ვერ რეზონირდება. გამომზადე კარტები, ბევრი დრო რომ არ დავკარგოთ, რადგან საკმაოდ შრომა ტევადი სამუშაოა, დიდი ვიდეო გამოვა, ყველა ნიშანზე სათითაოდ. და აქედან გამომდინარე, ამიტომ ესეთი ფორმატით უკვე კარტები მაქვს გამზადებული. ზოგადი პროგნოზი, ორაკულიც გავამზადე, რას გვეტყვის და მე იქნება ფინანსები, იქნება პირადი ცხოვრება, ჯანმრთელობას შეგნებულად არ ვეხები. ეს არ არის საჯარო თემის, საჯარო გაშლის თემა ჩემოკარგებო. ზოგადად ვერიდები ჯანმრთელობაზე ლაპარაკს, ამისთვის არსებობს სამედიცინო მომსახურება და თუ კი რაღაცა მერე პარანორმალური ხდება და ექიმებმა ვერაფერი გაიგეს, მერე ვერთვებით ჩვენ ეზოთერიკოსები, ასე რომ ჯანმრთელობას არ განვიხილავთ. პირველი იქნება მიწის სტიქია, დავიწყოთ კუროთი, ჩემოკარგებო, ვნახოთ ორაკული რას გვეტყვის თქვენ შესახებ. რქიანი კაქტუსიო, ბეჯერიკლიკა, მარიფათი შნო, ზოგადად მარტის თვე იქნება ნაყოფიერი იმის დამიხედვით, როგორ მარიფათს გამოიჩენთ, რა შრომას გასწევთ. თქვენს მოხერხებულებაზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული და კარგი იქნება თუ მარტში იქნებით აქტიური, დასახავთ გეგმებს, იმოქმედებთ ამ გეგმების შესასრულებლად და ვფიქრობ ყველაფერი გამოგივათ. ვნახოთ რას გვეტყვის ტარო გრანდ ლუქსი ზოგად მიმოხილვაზე კუროებისთვის. აქ არის ესეთი მომენტი ჩემოკარგებო, შესაძლებელია ზოგიერთი თქვენგანი გახდეს ცრუბრალდების მსხვერპლი, ან ვიღაცამ შეეცადოთ ტყუილი ინფორმაცია მოგაწოდოთ, შეიძლება მოგიწიოთ თქვენი სიმართლის მტკიცება, ან პირიქით ვიღაცები, ვისთვისაც არის, რა თქმა უნდა, ეს თემა აქტიური, ამხილოთ სიცრუეში და გაირკვეს ამ თვეში სიმართლე. ზოგადად ეს თვე იქნება საკმაოდ აქტიური თქვენთვის, ბევრ რამეშიც შეიძლება მოგიწიოთ საკუთარი პოზიციების დაცვა, სხვა სფეროებთან დაკავშირებითაც, მაგრამ თვის ბოლოსკენ მიიღებთ სასიამოვნო ინფორმაციებს თქვენთვის საჭირო საკითხებთან დაკავშირებით. ფინანსები ჩემოკარგებო და კარიერა ძალიან კარგი იქნება მარტის თვე, ამ კუთხით თქვენთვის გელოდებათ სიხარული, ყველაფერი გეუნებიან რომ არის თქვენს ხელში, თქვენს აქტიურობაზე და აი ორაკული ძალიან კარგად აღწერს ამ სიტუაციას და რეზონირებს ერთმანეთთან ეს კომბინაცია. მაგი, თქვენ ხართ მაგი, თქვენ ხართ ოსტატი და თქვენი ფინანსები და თქვენი კარიერა დამოკიდებული იქნება რამდენად გამოიყენებთ ამ თქვენს შესაძლებლობებს. იქნებით კმაყოფილი იმის მიხედვით, რამდენადაც დაიხარჯებით და რამდენადაც აქტიური იქნებით. და ვნახოთ პირადი ცხოვრება, პირად ცხოვრებაში ჩემოკარგებო, რა თქმა უნდა, ვისაც ყველაფერი კარგად აქვს, მას არც აინტერესებს, მაგრამ შეიძლება ზოგიერთი თქვენგანისთვისაც რეზონირდეს, თუნდაც წყვილში იმყოფებოდეთ, თუნდაც დაქორწინებული, გაიგებთ რომ არის ვიღაც თქვენზე შეყვარებული, ყავთ ფარული მოტრფიალე ჩემოკარგებო, ეს გახდება მარტოხელა კუროებისთვის ცნობილი, ასევე თუ ყავთ ქრაში, როგორც დღეს მიღებულია მოდაშია ეს სიტყვა, ანუ ცალმხრივად თუ ხართ შეყვარებული, ამ ადამიანის გრძნობების შესახებაც გაიგებთ ჩემოკარგებო, ზოგადად პირად ცხოვრებას მარტის თვეში უფრო მენტალის თვალსაზრისით მიუდგებით, პრაქტიკულად მიუდგებით და აწონ-დაწონით სიტუაციას. იმ პიროვნებასთან მიმართებაში, ვინც თქვენ გაინტერესებთ, შეიძლება რაღაცა ზოგიერთისთვის ისე რეზონირდეს, რომ ყავდეთ პარტნიორი და რაღაც ისეთი გახდეს ცნობილი ამ ადამიანის შესახებ, რაც თქვენ აქამდე არ იცოდით ჩემოკარგებო. ასეთი იქნება კუროებისთვის მარტის თვე, ჩვენ კი გადავიდეთ მომდევნო ნიშანზე, იქნება ქალწული. ვნახოთ ქალწულებისთვის როგორ იქნება მარტის თვე, ვნახოთ პირველ რიგში ორაკულის მინიშნება, ან რჩევა დერიტოპლუბირევ ნეტლიკვე ორგანიზაციონ გვეუბნება რომ მთლიანად ეს თვე გამორჩეული იქნება ქალწულებისთვის გარკვეულობით, კონკრეტიკით,
მოწესრიგებულად ჩაივლის, ასე ვთქვათ, ქალწულებისთვის დამახასიათებელი პედანტურობას თუ გამოიჩენთ და წინასწარ დაგეგმავთ ყველაფერს, რაც შეეხება მარტის თვეს და მარტის თვეში მისაღწევა მიზნებს, რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად იქნება, გპირდებათ სიუხვეს, გპირდებათ ახლობლებთან კარგ ურთიერთობას, მოწესრიგებულ ცხოვრებას და ასე შემდეგ. ორაკულმა ძალიან კარგი პროგნოზი მოგვცა, ნახოთ ტარო გრანდ ლუქსზე, ამჯერად ვარსკვლავები როგორ ჩანს, არის თქვენს მხარეს, ჩემო კარგებო, დრო მოვიდა თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ წარემართოს. მარტის თვეში მიიღებთ ბევრ საჭირო სასიამოვნო ინფორმაციას, რომელიც საჭიროებს ცოტა მოლოდის მოთმინებას, ან დიდი ხანი ელოდებოდით, ზოგიერთთვის ეს რეზონირდება, რაღაც ინფორმაციას ელოდებოდით შორიდან, შესაძლებელია, არ ვიცი, მოწვევას, ვიზას, წერილს და ასე შემდეგ. და ეს თქვენი ლოდინი დაფასდება, ჩემო კარგებო. ცოტა მოთმინებასაც გირჩევენ გამოიჩინოთ, როცა საკითხი ეხება ძალიან სერიოზულ თემებს თქვენს ცხოვრებაში, მოთმინების გამოჩენა არ გაწყენდათ და დიდი ხნის ნანატ ნალოდინებ ინფორმაციასაც მიიღებთ, ჩემო კარგებო. ნახოთ ფინანსები და კარიერა, რაღაცა ცოტა შიში შეგიპყრობთ მარტისთვის დასაწყისში, ჩემო კარგებო. შეიძლება რაღაც ილუზიებშიც იმყოფებით, ვიღაცისგან შემოთავაზებას ელოდებით, ვიღაცა დიდი ხანია ხელზე დიხევთ, შესაძლებელია, მაგრამ ეს გაურკვევლობა, ეს შიშები, ილუზიები დარჩება წარსულში, სადღესასწაულოდ გექნებათ საქმე, გალაღდებით, თავს ძალიან კარგად იგრძნობთ, ბედნიერად იგრძნობთ, იმ თვალსაზრისით, რომ კარიერაში და ფინანსებში მიაღწევთ სასურველ წარმატებას, გექნებათ შემოსავალი და შესაძლებლობაც კი გექნებათ თავს განტვირთვის უფლება მისცეთ და ისიამოვნოთ ცხოვრებით. და ვნახოთ ქალწულებისთვის პირადი ცხოვრება, ჩემო კარგებო, პირად ცხოვრებაში ქალწულებს, ვისაც რა თქმა უნდა, მოსაწესრიგებელი აქვს პირადი ცხოვრება, მათ გულისხმობ, ცოტა შიში გაქვთ, თითქოს ვერ იპოვეთ ადამიანი, ვინც მარტო ხელა უფრო მათთვის არის ეს ინფორმაცია, ადამიანი, რომელიც გაგიგებთ, ადამიანი, რომელიც გიპასუხებთ იგივეთი რისი გაცემაც თქვენ შეგიძლიათ, იქნება ეს სიყვარული, ერთგულება, დაფასება, პატივისცემა, ნდობა, რაზეც დაფუძნებულია ურთიერთობები და გაქვთ იმის შიში, რომ ასეთი ადამიანი ვერ ნახეთ. ზოგიერთ შეიძლება პარტნიორის გრძნობებში და გულწრფელობაშიც ეპარებოდეს ეჭვი, შიში ქონდეს, რომ საკმარისად არ უყვარს, მაგრამ აი მარტის თვეში თქვენი პარტნიორი სასიამოვნოდ გაგაოცებთ და ვინც მარტო ხელაა და ეძებს მეორე ნახევარს, ესე ცეცხლოვანი რაინდი შემოიჭრება ქალბატონებისთვის, რა თქმა უნდა, და მამაკაცებისთვის ესეთი ენერგიული ცეცხლოვანი ქალბატონი შემოიჭრება თქვენს ცხოვრებაში, ასე რომ მარტის თვეში მარტოხელა ქალწულებს ელოდებათ სასიამოვნო თავგადასავალი მინიმუმ, თუ არა, თქვათ, ადამიანის გაცნობა, რომელიც სამომავლოდ თქვენს გვერდით იქნება და შეიძლება შური გეგმებიც დააწყოთ ამ პიროვნებასთან მიმართებაში. გადავიდეთ თხის რქაზე, ჩემო კარგებო. ვნახოთ თხის რქის მარტისთვის პროგნოზი ორაკულზე. ღრმად ჩაყვინთვაო, გვეუბნება ორაკული, ბიგიორევი ქუჯაკლამაკ, ანუ ორაკული გვეუბნება, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მისია შეასრულეთ თქვენს ცხოვრებაში და უпростоრად აი მარტის თვე მოგცემთ საშუალებას დასახული გეგმა ბოლომდე მიიყვანოთ, გაარკვიოთ თქვენი დანიშნულება მაგალითად, ან რაიმე ვალდებულება, მოვალეობა პირნათლად შეასრულოთ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მოქმედება და მოვლენა თქვენს ცხოვრებაში და არ გაუშვათ მარტის თვეში შანსი თქვენი ვალი გაისტუმროთ ვიღაცის მიმართ, ან თქვენი საკუთარი თავის მიმართ
და ან სულაც იპოვოთ თქვენი საკუთარი გზა, ჩემო კარგებო, ამისთვის ძალიან კარგი იქნება მარტის თვე. ნახოთ ტაროზეც მარტისთვის ზოგადი პროგნოზი თხის რქებისთვის, აქ ძალიან სერიოზული ტრანსფორმაცია მიდის თქვენი და რაც მთავარია გამარჯვებით სრულდება აი ეს კარმული მომენტები თქვენს ცხოვრებაში, ვიღაც რაღაც ძალიან მნიშვნელოვან კარმას გადის და ორაკულიც გვეუბნება, რომ რაღაც მოვალეობაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი ან ვალის გასტუმრებაზე და მარტში ამას დაასრულებთ, ჩემო კარგებო და წარმატებით დაასრულებთ. ნიუანსია ერთი, რომ ზოგიერთებისთვის შეიძლება პრობლემატური ყოფილიყო გარეშე ჩარევები, ანუ ნეგატიური ჩარევები ყოფილიყო ვიღაცების მხრიდან, რაც ძალიან სამწუხაროდ არ მიყვირს და ხშირია და აი ამ ნეგატივების მოცილების თვალსაზრისითაც მარტის თვეში ამ ყველაფერს დაასრულებთ, ჩემო კარგებო და დასრულდება თქვენი გამარჯვებით. ტრანსფორმაციაც ნეგატივთან ბრძოლაც და თქვენი კარმული ვალიც, ვისთვის რა არის პრიორიტეტი, დამთავრდება ნებისმიერ შემთხვევაში გამარჯვებით. და ნახოთ კარიერა და ფინანსები, აი კარიერაში როგორც ჩანს თხის რქებს ვისაც პრობლემა აქვს, რა თქმა უნდა, ემაზეა ლაპარაკი, რადგან აქ გამოჩნდება ადამიანი ხელშეკრულების დასადებად, პარტნიორობისთვის ან დაგეხმარებათ სამსახურის მოძებნაში ეს ადამიანი რაღაცით თქვენს წარსულს უკავშირდება, ან თვითონ ეს შეხვედრაც თითქოს ის წარსული ოდესღაც როცა კარგად გრძნობდით თავს, ბრუნდება თქვენს ცხოვრებაში, გეძლევათ ამისი შანსი მატერიალური კუთხითაც და კარიერული წინსვლის თვალსაზრისითაც გამოგიჩნდებათ დამხმარე, მიიღებთ სასიამოვნო ინფორმაციებს, რომ გითხრათ, რომ ვარსკვლავებს მოწყვეთ ციდან და ძალიან გამდიდრდებით და ესეთი წინსვლები გელოდებათ მარტის თვეში ჯერჯერობით მხოლოდ დასაწყისი იქნება ამ ყველაფრის საფუძველს ჭერყებთ, იქიდან გამომდინარე რომ რაღაც კარმული ისტორიებთან გვაქვს საქმე ნეგატივთან და ამაში იმარჯვებთ, ну არ არის გასაკვირი რომ ფინანსებში და კარიერაში გქონოდათ პრობლემები და რა კი ეს პრობლემები ბარდება წარსულს, ნელ-ნელა იწყებს მოწესრიგებას თქვენი ცხოვრება და ამ კუთხითაც ძვრები იქნება უკეთესობისკენ. რასაც ვერ ვიტყვი პირად ცხოვრებაზე, ჩემო კარგებო, ну აქ არ ვლაპარაკობთ მათზე, ვინც წყვილშია და ყველაფერი კარგად აქვთ, მაგრამ აი პირად ცხოვრებაში სულ თითქოს კონფლიქტური სიტუაციები, წინააღმდეგობები, ზოგიერთმა თქვენგანმა შეიძლება წარსული ვერ გაუშვა და აქედან გამომდინარე მომავალს, რა თქმა უნდა, ვერ უსწორებთ თვალს და მომავალზე არ ფიქრობთ, რადგან გიჭირთ რაღაცა სიტუაციის გაშვება, ვიღაც ადამიანის გაშვება თქვენი ცხოვრებიდან, არ არის გამორიცხული ეს კონკრეტულად მათთვის იყოს, ვისაც მაგიასთან ქონდა საქმე, ან თუნდაც რაღაცა კარმული ვარი გაისტუმრეთ და ჯერჯერობით უკეთესობა თქვენს ცხოვრებაში, ну მარტის თვეს გულისხმობ, რა თქმა უნდა, იწყება კარიერული თვალსაზრისით და ფინანსური კუთხით. ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ დალაგდება ყველაფერი, ჩემო კარგებო, მაგრამ აი პირადში ცოტა სირთულეები გექნებათ, ვინც წყვილშია, იმასაც შეიძლება პრობლემები ქონდეს, ანუ პრობლემატურ წყვილზე ვლაპარაკობ, დაიღალა, რომელიღაცა თქვენგან ძალიან დაიღალა სისტემატიური ლოდინით, წინააღმდეგობებით, ხელისშემშლელი ფაქტორებით, აი მარტის თვეს აი ამაზე ფიქრით გაატარებთ, ზოგიერთმა თქვენგანმა შეიძლება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაც მიიღოს იმ კუთხით, რომ ტოქსიკური ურთიერთობები დაასრულოს, რადგან აქ უკვე ტვირთად გექცათ ვიღაც თქვენს ცხოვრებაში. ეს იყო მიწის სტიქიის ნიშნების პროგნოზი, მომდევნო ვიდეო გვექნება წყლის ნიშნებისთვის, ჩემო კარგებო.